დიდარი. რა მშვენიერი დღეა. ფუ, ეს უკვე ორჯერ მეცვა. სკოლის შემდეგ უნდა გავიარო და ვიყიდო ახალი სამკაულები. ღარიბი. იმედია დღეს გარეთ სითბოა, თორემ ჩემი კურთუკი სულთლად დახეულია. პატარა ნახრეტები აქვს, მაგრამ არა უშავს, შემიძლია ჩავიცო. სამწუხაროა, რომ სარეცხის ფხვნილის ფული არ მქონდა, მაგრამ არა უშავს, იმედია ვერავინ შემამჩნევს. დიდარი. აი, ჩემი ოქროს ექსტრაქტის კრემი. რომელი კბილის პასტა გამოვიყენო კბილების გასახეხად, ეს ოქროსი თუ ეს მეორე? აი ამას ავირჩევ. ღარიბი. წყალი ისევ არ მოდის, კარგი არა უშავს, სკოლაში დავიბან თავს. თმას შევიკრავ და ლამაზი ვიქნები. კარგია რომ კბილის პასტა ჯერ კიდევ არის დარჩენილი. დიდარი. როგორ მომბედრდა უკვე წითელი ხიზილყავა. ფორთოხლის წვენი, მანგოს ფრეში მინდოდა. უსახლკაროსავით ვსაუზმო, ჯობია სკოლაში ვისაუზმო. ღარიბი. ვაუ, სადღეს ასწავლო საუზმე. პური და კარაქიც მქონია. ალიც მაქვს. შვენიერია. დიდარი. რომელი ჩადი წავიდე სკოლაში? ამით თუ ამით? ეს იდეალურია ჩემს ტანსაცმელთან. ღარიბი. პარკი, კარგია, სკოლაში ამით წავიღებ. არა და რა კარგი პარკი იყო. არა უშავს, შევაკეთებ და ახალივით იქნება. დიდარი. დღეისთვის ჯიბის ფული ძალიან ცოტა მაქვს, ფულის დაზოგვა მომიწევს. დამაგვიანდა. ეს რა მანქანაა? ჩემი ლიმუზინი სად არის? ალო, დედა, ამ მანქანით ვერ წავალ, ჯობია ფეხით წავიდე. კარგი, დაგელოდები. ღარიბი. ნეტავ ეს ფული მეყოფა, სკოლაში მატარებლით რო წავიდე. ჯანდაბა ეს ფული ავტობუსზეც არ მეყოფა. არა უშავს, სკოლამდე 2 საათში მივალ, ხო და დროულად მივასწრებ. აქ რას აკეთებ? სახლში ვერ დაიბან პირს? შენი საქმე არ არის. ფუ, რა სუნია, ბანაობ საერთოდ? შეწყვიტე, შენ სუნამოს ამაზრზენის სუნი აქვს. თავად ხარ ამაზრზენი, იცი რა ღირს ეს სუნამო? მას ვერასდროს იყიდი. ჯობია ვყარდე, ვიდრე ეს სუნამო დავისხო. უბრალოდ გემოვნება არ გივარგა. ფუ. ეს რა არის? ლეონას VIP ადგილი უნდოდა. VIP ადგილი სულ გაგიჟდა? მას ამის საშუალება აქვს. სასაცილოა. ჰეი, ხელები დაიბანე? ჯანდაბა, ახლა ყველაფერი ქინწვენდაში უნდა წავიღო. კარგი რა. კიტი, სუსტად შენთან მინდოდა საუბარი. გისმენთ, ქალბატონო ნიკა. ერთადერთი ხარ, ვინც არ დადო ახალი ავეჯის ფული. მოგვიანებით მოვიდა, მკვირდები. ჩვენ ყველას ვუყიდეთ, მერხი შენს გარდა. და რა გავაკეთო? სანამ მერხი არ გექნება, იატაკზე უნდა იჯდეთ და ესე დაესწრები გაკვეთილებს. ლეონას მაგიდა თითქმის ოქროშია ჩასმული და მე კი იატაკზე უნდა ვიჯდე? ბოდიში, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ეხლა ამოიღეთ რვეული და კალმები. ჯანდაბა, კალამი სახლში დამრჩენია. მე მაქვს ზედმეტი, გინდა მოგცე. გონია უბრალო კალმით დავწერ არავითარ შემთხვევაში.
გამარჯობა კურიერო, ახალი კალამი მჭირდება, სწრაფად. აი, მესმის სისწრაფე. შესანიშნავია წერს. მეტი არ მჭირდება. ქალბატონო ნიკა, როგორც ვიცი, ელიტური სკოლა გვაქვს. მერე კიდე რატო ვსწავლობ ჩვენთან? ჩვენი სკოლისთვის სირცხვილია. ლეონა, შენ არ წყვენ ჩვენ სკოლას. ლეონა, ჩვენი სტუდენტები ყველა საუკეთესოები არიან. ასე რომ მსგავსი რამ აღარ გავიგო, გასაგებია? გასაგებია. ახლა კი გაგაცნობთ გუშინდელი ტესტის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, ყველაზე კარგად დავწერე. კუზია 9, კიტი 12, ლუნა 10 და ლეონა 2 ქულა. რა? 2? როგორ? ახლა შეისვენეთ. ქალბატონო ნიკა, არ შეიძლება ჩემთვის 2 ქულის მიღება, ხომ იცით? მაშინ გაკვეთილის შემდეგ გელოდებით და ხელახლა ჩამაბარე. იქნებ რამენაირად შევთანხმდე. ლეონა სწრაფად დამალე ეს ფული. ქალბატონო ნიკა, ძალიან მჭირდება კარგი ქულები. ხოდა მშვენიერია. ეს ფული გამოიყენე და მოემზადე დამატებით. გაკვეთილის შემდეგ მასასვენებელ ოთახში მობრძანდი. რის იყიდო შემიძლია? ძალიან მშია. ნეტამ ნახევარი ფულით კბილეულს ვიყიდი. რა სიჭლი? საკმარისი ფული არ მაქვს, თუნდაც ყველაზე იაფიანი კბილეულისთვის. შეგვიძლია რამე გავიყოთ. მადლობა, ნამდვილი მეგობარი. დავედით. გაიწიეთ, საჭმელად მოვედი. ვიქცევი დედოფალივით. კი არ ვიქცევი, დედოფალი ვარ. წამოდი კუზი, არ ჩაერიო. ვერ გადავწყვიტე რა მინდა. იქნებ ეს, ან ეს. რატომ ავირჩიო თუ შემიძლია ყველაფერი ვიყიდო? ოჰო, ლეონა, არ გასკდები? არ გავსკდები, შეგიძლიათ კბილეული აიღო. ბავშვებო, რაღაც უნდა გითხრათ, დღეს მისის ნიკას დაბადების დღეა. ჯანდაბა, როგორ დამავიწყდა დეიდა ნიკას დაბადების დღე? ანუ მას საჩუქარი უნდა ვაჩუქოთ. ხო, ეს მინდოდა მეთქვა, რომ ყველა მოვამზადოთ მისთვის საჩუქარი. რა პრობლემაა? ალო, დედა, მასწავლებლების დაბადების დღისთვის რამდენიმე 1000 მჭირდება და ჩამირიცხე. მადლობა. რა უნდა ვაჩუქო მასწავლებელს? ლეონა კარგ საჩუქარს აჩუქებს, მაგრამ ნაკლები არც მე უნდა ვაჩუქო. მოვიფიქრე, დეიდა ნიკას ეს აუცილებლად მოეწონება. ჰეი, წადი აქედან, TikTok-ი უნდა გადავიღო. ეს შენი პირადი ოთახი არ არის, მინდა და აქ ვიქნები. მაშინ არ შემაწუხო. რას მიყურებ, ქშურს? შემშურდებოდა უფრო ცუდ ვიდეოებს რომ ვიღებდე. ხო, ძალიან საინტერესოა. მიდი, გელოდები, ჩემი დრო ფულია. ტელეფონი, რითი გადაიღებ თუ არ გაქვს? ეს რა ტელეფონია, ასეთი პირველად ნახე. ტელეფონია ჩვეულებრივი. არ მეგონა რომ ვინმე iPhone-ის გარდა სხვა ტელეფონს იყენებდა. კამერა აქვს? აქვს, უბრალოდ ცოტა გატეხილია. კარგი, აჰა, დაიჭირე. მართლა მაძლევ შენს iPhone-ს? კი, თითქმის ერთი თვისაა, მაგრამ მუშაობს ახალივით. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უკეთესია ვიდრე შენი. გაერთე, მაინც ახალის ყიდვა მინდოდა. iPhone-ი. ბავშვებო, ძალიან გამახარეთ, მადლობა მოლოცვისთვის. ქალბატონო ნიკა, მეც მაქვს თქვენთვის საჩუქარი. მართლა? მადლობა. მადლობა. ეს რა არის? ეს ხელნაკეთი საყურეებია. მადლობა, ძალიან კარგი საჩუქარია. ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. კინაღამ დამავიწყდა, მეც მაქვს თქვენთვის საჩუქარი. მის ნიკა, ეს ჩემი მოგრძალებული საჩუქარია. გილოცავთ. ეს რა გასაღებია? ეს თქვენი ახალი მანქანის გასაღებია. გილოცავ. შენ მე მანქანას ჩუქნი? ქალბატონო ნიკა, სასწრაფოდ ჩემს ვერტალიოც დაურეკეთ. მასწავლებელი ცუდათაა, სასწრაფო გამოიცახე. სასწრაფო დახმარება არ მჭირდება, უბრალოდ შოკში ვარ, მანქანა ჩემთვის არავის უჩუქებია. უცნაურია, მამა ჩემი დედაჩემს ყოველ დღესასწაულზე მანქანას ჩუქნის. კარგი ბავშვებო, გავაგრძელოთ გაკვეთილი. დღეს ლეონას და კიტის პრეზენტაცია უნდა მოემზადებინათ. მზად ხართ?
დიახ, რა თქმა უნდა. სპეციალურად ვიყიდე ეს ლეპტოპი პრეზენტაციისთვის. ოჩახ, კიტი მზად ხარ? რა თქმა უნდა. მაშინ გამოდი დაფასთან და პირველი შენ გააკეთე. ეს ლეპტოპია? მასში პრეზენტაციას როგორ მაჩვენებ? ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს. ოჩახ, კიტი, კარგად გამოგივიდა. მე შენ 12 ქულას დაგიწერ. რა სირცხვილია? ბავშვებო, თქვენთვის განცხადება მაქვს. მომდევნო კვირას ექსკურსიაზე მივდივართ. დიდი ხანია ექსკურსიაზე არ ყოფილვართ. ძალიან მინდა წამოსვლა. მეც. მოიცადეთ, რა სახის ექსკურსია? ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში. მე მიყვარს სცენარეები. ყველას მოუწევს $2 გადახდა. ჩანდა, რამდენი ფული არასდროს მინახავს. კარგია, წამოვალ. მეც წამოვალ. მე ხუმრებით ესეთი იაფფასიან ექსკურსიაზე ვერ წამოვალ. ჩვეულებრივი ექსკურსიაა. ვინმემ რო გაიგოს, რომ ესეთი იაფფასიან ექსკურსიაზე ვიყავი, იფიქრებს, რომ უსახლკარო ვარ. კარგი, ლეონა, რას გთავაზობ? მე გთავაზობთ, რომ წავიდეთ პარიზში. ეს ძალიან ბევრი ფული დაჯდება. ხო, ჩვენ ვერ წამოვალთ. მე ბოტანიკურ ბაღშიც ვერ მოვდიოდი, არამც თუ პარიზში. მოდი ხელი ავძიოთ, ვის უნდა ბოტანიკურში წასვლა? და ვის უნდა პარიზში წასვლა? ჩემი აზრით არჩევანი ყველასთვის აშკარაა. პარიზი ძალიან ძვირია, ამიტომ ბოტანიკურ ბაღში წავალთ. მხოლოდ ფულშია საქმე? თუ ასეა, შემიძლია მთელი კლასის გადავიხადო. ეს ჩემთვის კაპიკებია. ოჰო, არ მჯერა რომ პარიზში წავალთ. ხო, მადლობა ლეონას ამისთვის. მადლობა ლეონა, პარიზში წასვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამის აღსანიშნად გთავაზობ დღეს კოსტიუმების წვეულება მოვაწყოთ. სად იქნება წვეულება? კლუბში თუ იახტაზე? სკოლაში ჩატარებაზე ვფიქრობდი. სკოლა? ეს საშინელებაა. კარგი რა, სკოლაში საუკეთესო წვეულებებია. მორიგეები დღეს კლასს მოამზადებენ წვეულებისთვის. კიტი და ლეონა იქნებიან დღეს მორიგეები. ყველა თავისუფალი ხართ. შეგიძლიათ წახვიდეთ. შენ დაასუფთავებ, მე კი მერხებს გადავაადგილებ. არა, მე დამლაგებელი არ ვარ. კარგი რა, სკოლაში ყველა მორიგეობს. კარგი, ახლა კლინიკს გამოვიძახებ. კილერი? მის ნიკასთვის უნდა გამოიძახო? არასდროს არ გსმენია სიტყვა კლინინგი. ეს არის დალაგება. ანუ დავურეკავ დამლაგებელს და ის დამისუფთავებს. შენ მას ამაში ფულს უხდი? დიახ, $100. ვა, მართლა? მოდი მე გადამიხადე და მე დავალაგებ ყველაფერს. კარგი, შევთანხმდით. შენ დაალაგე, მე კი წავალ მუსიკას მოусმენ. $100 იმდენი ფულია შემიძლია ვიყიდო პური, კარაქი, სუფთა წყალი სახლისთვის. დედა შოქში იქნება. ჰეი, ლეონა, შენი სახლიც რომ დავალაგო ხოლმე, ფულს გადამიხდი? დაფიქრდი ამაზე. შენ რა მაიგნორებ? რა გინდა ჩემგან მუსიკას უსმენ? ვისაც ყვებ ყურსასმენების შნურის გარეშე? ასე როგორ მოусმენ? აირპოდების შესახებ არაფერი იცი? არა. არა, მსგავსი არაფერი მინახავს. რა სასწაულია? როგორი გაკვირვებული ხარ? შვენივრად იმუშავე, აჰა, შენ აიღე. ვაუ, პირველად ვნახე ამდენი ფული ჩემს ხელში. კლასი მზადა, ახლა რჩება მხოლოდ კოსტიუმების წვეულების მომზადება. არანაირი კოსტიუმი არ მაქვს. უკვე შეგიძლია კოსტიუმი იყიდო, მე ხომ $100 გადაგიხადე. მირჩევნია ფული სხვა რამეში დავხარჯო, როგორმე მოვახერხებ რამე კოსტიუმის ნახვას. როგორც იცი, მინდა საუკეთესო კოსტიუმი მე მქონდეს, ამიტომ ალო, ეს დონატელა ვერსაჩია? კოსტიუმის შეკვეთა მინდა. მას შეიძლება ვერსაჩის კოსტიუმი გქონდეს, მაგრამ არც მე ვიქნები უარესი. მასალები უნდა მომძებნო კოსტიუმისთვის. საბენეროდ ვიცი, რისგან შევქმნი შესანიშნავ კოსტიუმს. ამ თეფშისგან ქუდს გავაკეთებ. ქაღალდისგან კაბას. აქ ვიღაცას ლოტარიის ბილეთიც გადაუგდია. ავიღებ, იქნებ რაიმე მოვიგო. საოცარია, ნაგავში იქექები? ეხლა მთელ სკოლას გავუგზავნი შენს ფოტოს. ხო, არ გააგზავნო. ამისთვის რას მივიღებ? რა გინდა, ისედაც მდიდარი ხარ და ყველაფერი გაქვს. ხო, მაგრამ შენთან ერთი თხოვნა მეკნება. ყველაფერს გავაკეთებ, თუ კი ამას ფული არ სჭირდება. შენ ხომ კარგი მასწავლე ხარ, ტესტი კარგად დაწერე. ხო, ვცდილობ კარგად ვისწავლო. ჩემი ორიანი უნდა გამოვასწორო. მასწავლებელი მელოდება მეორე ოთახში. შეგიძლია დამეხმარო? მაშინ რომ მიხვდება ის, რომ ეს შენ არ ხარ. თუ გეშინია, ვერაფერს გაიგებს, გამომყევი. როგორ ფიქრობ, ეს იმუშავებს? რა თქმა უნდა. არ მომწონს ეს იდეა. თუ
თუ ყველაფერი კარგად ჩავლის $100 მოგცემ. მაგრამ ეს სამართლიანი არ არის. სამართლიანია თუ არა სამართლიანი რა მნიშვნელობა აქვს? კარგი, წავედით. ქალბატონო ნიკა, გადაბარებაზე მოვედი. ჩვენიერია, აიღეს დავალება და ამოხსენი. ეს მარტივი ამოცანა, ამას მალე ამოვხსნი. ოჩახ ლეონა, ბოლოს და ბოლოს გონზე მოხვედი. აი მორჩა მზადა. გააკეთე, მიდი ჩააბარე. ამას ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია ამის გაკეთება. რას აკეთებ? ვერ მოვიტყუები. ასე არა, ამის გამო შენს ფოტოს ყველას გავუგზავნი და $100-საც აღარ გადაგიხდი. არ მჭირდება. ყოველთვის ღარიბი იქნები. რა? ვერ ვიჯერებ. რა მოხდა? ლოტარიაში $1,000,000 მოვიგე, ახლა მდიდარი ვარ. რა, ჩემზე დიდარი ხარ? რა უნდა? ბავშვებო, თქვენც გინდათ მილიონერები გახდეთ? თუ კი, მოიწონეთ ეს ვიდეო. ასევე დაწერეთ კომენტარებში, რას იყიდით მილიონერი რომ იყოთ. მომავალ შეხვედრამდე.